საქართველოში სამშენებლო უსაფრთხოების საკითხი რამდენიმე კანონით რეგულირდება და მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და ასევე შრომის კოდექსის გათვალისწინებით. ამასთანავე სამშენებლო უსაფრთხოება სამშენებლო ტერიტორიებისა და მიწის მოწყობა რეგულირებული არის მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტით. რეგლამენტი კი განსაზღვრავს რიგ საკითხებს და მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ტერიტორიაზე სამშენებლო მოედანი. შრომის ინსპექციის ბოლო 2023 წლის ანგარიშის მიხედვით საანგარიშო პერიოდში 78 შემთხვევა გამოვლინდა ისეთი, როდესაც სამშენებლო მოედანი არ იყო შემოღობილი. როგორ და რა სახით არეგულირებს კანონი სამშენებლო უსაფრთხოების საკითხს? BMG-მ გადაწყვიტა ეს თემა კიდევ უფრო დეტალურად ჩაშალოს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, რისთვისაც BMG სტუდიაში იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი მოვიწვიეთ. დილამშვიდობის. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ოთარ, განმარტოთ პირველ რიგში ის კანონები, რა კანონებითაც რეგულირდება სამშენებლო უსაფრთხოების ეს საკითხები, რაც რამდენიმე სითვალისწინებს და რამდენიმე აქტით ამ შემთხვევაში უსაფრთხოების გადაწყვეტილების და ნაწილში. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო იმ ოჯახს, სადაც დატრიალდა ეს ტრაგედია, არა მარტო ოჯახს, არამედ მთლიანად საქართველოს არანაირი საუბრები, არანაირი რეგულაცია აღარ შველის იმ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ამიტომ დიახ, უნდა ვისაუბროთ, ისე უნდა გავუკაცრდეთ, ისე უნდა მოვითხოვოთ ჩვენ, რომ ყველაფერი ისე იქნა შესრულებული, როგორც ეს დოკუმენტებზეა გაწერილი. რა არის დოკუმენტებში გაწერილი? ერთი აქ ორად უნდა დავყვოთ საკითხი, ერთი არის რომ სამშენებლო კომპანია და სამშენებლო მოედანი და იქ დასაქმებული პირები და მეორეა საზოგადოება, მოსახლეობა, გარე ფაქტორები. ამიტომ ხანდახან ხოლმე ძირითადად აქცენტი გადასულია სამშენებლო ობიექტზე, ტრენინგებზე, მუშების მათი შესაბამის ჩაცმულობაზე, უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ. მაგრამ არ არის დაცული საზოგადოება, არა ვართ დაცულები გარეთ მოსიარულე ადამიანები, რომელთაც შესაბამისი არც ტრენინგი გაგვივლია, არც განათლება გვაქვს, არც ქცევის და მექანიკურად გადავალგილდებით ჩვენი, ესე ვთქვათ, ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე. აქ ჩამოთვალეთ თქვენს მოხსენებაშიც რამოდენიმე კანონმდებლობა არსებობს. მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტურად ეს ყველაფერი წესრიგშია, არის სპეციალური რეგლამენტი, არის შრომის კანონი, არის უსაფრთხოების წესების შესახებ ორგანული კანონი, ასევე სისხლის სამართალი, რომელიც მეტნაკლებად სიმკაცრედ გამოირჩევა ასეთ შემთხვევების მიმართ. თუმცა რა არის მაინც მთავარი არის ის, რომ ისე უნდა იქნას დაცული ობიექტი, რომ ესე ვთქვათ, დაცული იყოს როგორც მოსაქმიანე პირთა უსაფრთხოება, მათი აჟინი უნდა იყვნენ ჩაცმულნი შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა იყოს მოწყობილი, იქ უნდა არსებობდეს პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი, ესე ვთქვათ, პირების გააკონტროლებს დასაქმებული პირების ქცევას, სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო პუნქტი უნდა არსებობდეს, რადგან არ მოხდეს კიდევ ტრავმირებული ადამიანის მეორედ ტრავმირება და სწრაფად მოხდეს სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ასევე მნიშვნელოვანია აი ეს პერიმეტრის, რაც იმ ბათუმის შემთხვევაზე მოხდა, პერიმეტრის შემოღობა. ძალიან ხშირია შემთხვევები. დაუცილებელი ეგ თემა და კონკრეტულად რომელი კანონით და აქტით რეგულირდება, როგორც პროფესიონალმა იურისტმა, რომ გაგვიმარტოთ, იმიტომ რომ ეს თემა გახდა გასაგებია რატომაც ყოფითი და ყველაზე საყვალპურო თემიდან გამომდინარე, ყველაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი. ანუ რამდენად აუცილებელია სამშენებლო ტერიტორიის შემოღობა? აი მოდი გავმარტოთ ჯერ რა არის სამშენებლო ობიექტი. სამშენებლო ობიექტი არის არა მარტო ის ადგილი, სადაც ჩვენ რამეს ვაშენებთ. არამედ ის ადგილი, სადაც რაიმეს დემონტაჟი ხდება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს იქ მშენებლობა ჯერ დაწყებული არ იყო, თუმცა რაღაც დემონტაჟი განხორციელდა მშენებლობის. დემონტაჟიც ითვლება სამშენებლო საქმიანობად და მასზე ვრცელდება ზუსტად იგივე ტიპის რეგულაციები, როგორც მშენებლობაზე. ანუ ის ადგილი, სადაც რაიმეს დემონტაჟი ხდება, მათ შორის ჯერ არ დაწყებულია თუ არ არის დაწყებული მშენებლობა, აქაც უნდა იყოს შემოღობილი ეს ფართი. და რაც ფავორია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ბუტაფორიულად, ანუ რეალური დაცულობისთვის უნდა იყოს. ჩვენ ალბათ ხშირად დავაკვირდებით. მიუღწევადობა უნდა იყოს. ძალიან კაცრად. ანუ იმ, ესე იგი, ჩვენ ვხედავთ ხოლმე ხშირად თუნდაც ჩვენს ქალაქში არის შემოღობილი რაღაც მცირე ესეთი დაფარული
მაგრამ ზოგან ვნახავთ რომ პასუხისმგებლობიანი კომპანიაა და ძალიან კარგად ფართედ აქვს ეს დაცვის ჯებირები გაკეთებული, სადაც დაუშვათ ნებისმიერი რაღაცის ჩამოვარდნის განდაცულია, ზოგს მხოლოდ ფორმალურად დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი, მაგრამ ვიზუალურად აქვს გაკეთებული რაღაც. ეს არ არის თქვენი კოლეგებისგან ისიც გამოგარჩევთ, რომ ძალიან გიყვართ ციფრები, რიცხვები და სტატისტიკა. მეორეს მხრივ, გარდა იმისა, რომ მაინტერესებს თქვენი დაკვირვება ამ კუთხით, ჩემთვის ცალსახად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკითხი. სტატისტიკის დინამიკასთან ერთად ამ კითხვაში მინდა რომ გამცეთ როგორც პროფესიონალმა იურისტმა პასუხი შემდეგ კითხვას. ვინ არის კონკრეტულად პასუხისმგებელი უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, როცა ესეთი რამ ხდება სამშენებლო მოედანზე, რომელიც უკვე კარგად აღწერეთ რა არის. აი ეს კითხვა. კი ბატონო, თუ მე ცოტა უფრო სხვა სტატისტიკას მოვიყვან, ვიდრე თქვენი იყო, ესე იგი 2023 წელს ჩატარდა არსებობს ვიცით შრომის ინსპექცია საქართველოში, რომელსაც ევალება, რომ გააკონტროლოს ესეთი სუბიექტები, ეს იქნება კერძო კომპანიების მიერ მიმდინარე მშენებლობა თუ სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებული მშენებლობა. მათ მიერ ჩატარდა 3765 ინსპექტირება და სამშენებლო სექტორში აქედან 1200-ში 1200 ობიექტი შემოწმდა აქედან, ან ნახევარი. ყოველი მესამე ფაქტიურად, თუ კი არა 1700-ი? 3700-დან 1200 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა. აქედან 218-ში იყო სამშენებლო ობიექტი შეუჩერდა. იმდენად დარღვეული იყო მათში ეს წესები, რომ მათ შეუჩერდათ, ხოლო გაფრთხილება კი მიეცა 295, დაახლოებით 500-მდე ობიექტში აღმოჩენილი იქნა 1200-დან, ანუ შემოწმდა 1200 სამშენებლო, აქედან ნახევარს დარღვეული ჰქონდა და 218-ს იმდენად რომ შეუჩერდა მშენებლობის უფლება, ხო? ხო, წარმოგიდგენთ ახლა 218 ობიექტზე რამდენი ასობით ადამიანი არის დასაქმებული და მის მიმდებარედ გადაადგილდება კიდევ 1000-ობით მოსახლეობა, ეს იქნება პასუხისმგებლობა არის ბუნებრივია იმ პირების, ვინც ამას აწარმოებს, ეს არიან კერძო კომპანიები და სპეციალური იქ არიან პასუხისმგებელი პირებად განსაზღვრული ან ხელმძღვანელი პირები, ან სპეციალური ინჟინრები, ხოლო თუ მათ არ განახორციელეს ეს, მასზე პასუხისმგებლობა ბუნებრივია ეკისრება სახელმწიფო შრომის ინსპექციას. როგორც ზედამხედველს. როგორც ზედამხედველს, თუ სტატისტიკას ვნახავთ, სხვათა შორის აი ამ აქტიურობით შეიძლება დაბალია ეს აქტიურობა, ჩვენ უფრო მეც მოვითხოვთ სახელმწიფოსგან გაკონტროლდეს ასეთი ობიექტები, მაინც დაახლოებით 40-45% შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამშენებლო ობიექტებზე. შეჯამების შეგვიძლია თუ არა ცალსახად თქვათ, რომ საქართველოში კანონმდებლობა, რომელიც დეფინირებას უკეთებს ყველანაირ სამშენებლო პროცესს და უსაფრთხოების დაცვას არსებობს. დიახ. არსებობს მასზე დაკისრებული სასანქციო პაკეტიც და თემა მდგომარეობს უმთავრესში, რომ იყოს სწორი, ადეკვატური მონიტორინგი და ყველაფერზე იყოს შესაბამისი სანქცირება იმ ადამიანებისა, ვინც ამაზე პასუხს აგებს. კი ბატონო, მთელი აქცენტი სანქცირებაზე რომ არ ავიღოთ, საუბარია რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ სამშენებლო ინფორმირება, განათლების დონის, ესე იგი კანონმდებლობა ბუნებრივია ბევრმა ჩვენმა ქვეყანამ გადმოიღო ევროპული, ამერიკული სხვა განვითარებული ქვეყნებიდან და აქ არაფერი არ გვიჭირს, ესე რომ ვთქვათ, აქ გვიჭირს ჩვენ ცნობიერებაში ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, თავადაც უნდა დაიცვან ეს და ის ობიექტები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ, მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, არა სანქციის შიშით, არამედ უსაფრთხოების იმ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც შეიძლება პოტენციურად დაიღუპოს ობიექტზე. ოთარ კაჭაჭაშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, იურიდიული კომპანია OKNCG-ს დამფუძნებელი, დირექტორი და მმართველი პარტნიორი, მადლობა მას მობრძანებისთვის.